ფრინველების თვითმფრინავთან შეჯახება არც თუ ისე იშვიათია. ჰუძონზე დასმული თვითმფრინავი და შარშან ჩამოვარდნილი ყველას გვახსოვს. მაგრამ როგორ დავიცვათ თავი მათ წინააღმდეგ? იქნებ რამე ბად დავაყენოთ ძრავების წინ? ორი აზრი არ არსებობს. ეს პატარა არსებები, რომლებსაც ვაკვირდებით და ვსწავლობთ მათგან ფრენას და ფრთების აგებას, თვითმფრინავისთვის წარმოადგენს უდიდეს საშიშროებას. იკაოს მონაცემებით, დღეში დაახლოებით 34 ფრინველის შეჯახება ხდება. ძირითადად ტრეედები, თორლიები და მერცხლები ეჯახებიან. სალის შემთხვევაში კი 2 ბატი იყო დამნაშავე. რაც ძალიან იშვიათია. 92% შემთხვევაში ფრინველები არაფერს არ აზიანებენ. მეც ორჯერ მქონდა მსგავსი გამოცდილება და არანაირი ზიანი თვითმფრინავისთვის ჩიტებს არ მიუყენებიათ. კარგი, მაგრამ როგორ ვიცავთ თავს? ძრავების უმეტესობა ისე არის შექმნილი და გამოცდილი, რომ მაქსიმალური რეჟიმზე მუშაობის დროს გაუძლოს 2-3.5 კილოგრამის ფრინველის მოხვედრას, ისე რომ ცეცხლი არ გაჩნდეს და ძრავის გათიშვა შესაძლებელი იყოს. და ძრავებს მინიმუმ უნდა შეეძლოს 14 წუთის განმავლობაში 50%-იანი დატვირთვით ფრენა, რაც სავსებით საკმარისია, რომ თვითმფრინავი დაბრუნდეს აეროდრომზე. იგივე ვრცელდება ხომალდის საქარემინაზეც. ბევრი კითხულობს, რატომ არ შეიძლება ძრავები რამე ბადით დავიცვათ? კი, ერთი შეხედვით კარგი აზრია, მაგრამ ეს ბადე იმხელა ფართის წინაღობას წარმოადგენს, რომ მის უკან ჰაერი ძალიან турბულენტური იქნება და ძრავი ვეღარ შეძლებს სტაბილურად მუშაობას. ასევე მასზე ფრინველის მოხვედრა შეიძლება გამოიწვიოს მისი ნაწილების მტვრევა, რაც კიდევ უფრო მეტ ზიანს მოუტანს ძრავს. რას ვაკეთებთ თავის დასაცავად? ღია ფერის თვითმფრინავი ფრინველებისთვის მეტად შესამჩნევია, ამიტომ თვითმფრინავი ღია ფერის უნდა იყოს. ძრავზე დატანილი სპირალი ასევე აფრთხობს ფრინველებს. აეროპორტების სწორი დაგეგმვა და იმ ადგილებში მშენებლობა, სადაც ფრინველები არ ბინადრობენ. ასევე ნაგავს საყრელები ფრინველებისთვის კვების ობიექტად იქცევიან და ამიტომ არანაირი ნაგავს საყრელი აეროპორტის მახლობლად არ უნდა იყოს. ასევე ბალახი უნდა იყოს მოსწორებული აეროპორტის ტერიტორიაზე. კიდევ გავრცელებულია პიროტექნიკისა და მტაცებელი ფრინველების ხმების გამოყენება. ზოგი აეროპორტი ჰაერის ქვემეხებსაც იყენებს. და ბოლოს დრონები. კი, მტაცებელი ფრინველების ფორმის დრონები გამოიყენება ჩიტების შესაშინებლად. კიდევ ცალკეულ შემთხვევებში გამოიყენება ძაღლები და ლაზერული მანათობლები. ზოგჯერ კი უფრო უსაფრთხოა არ შეაშინო ფრინველი და დატოო ის მიწაზე, ვიდრე აფრინდეს და მეტი საშიშროება შეუქმნას თვითმფრინავს. როგორც ხედავთ, ბევრი სხვადასხვა მეთოდი არსებობს, მაგრამ სინამდვილე ისაა, რომ ჩვენ ვართ ამ ტერიტორიაზე უცხოები. ბუნება და ფრინველები კი ყოველთვის აქ იყვნენ და რამდენიც არ უნდა ვეცადოთ, იგი ყოველთვის ადაპტირდება ახალ რეალობასთან. სულ ეს იყო, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, გემშვიდობებით მომდევნო ვიდეომდე.